გურულს კითხეს სიგარეტი ხომ არ გექნებაო და ჯო მექნება ვასულას ხომ არ ვიქნებიო იმედიანად და ჩვენც იმედი ვიქონიოთ რომ ამახალწელს გვექნება სულას ხომ არ ვიქნებით მოკლედ სვამენ ჩემთან სამეზობლოში როგორც ყოველთვის და ერთ-ერთი მორიგის სუფრაა და ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა რომ ჟორაბიძეო აიღვინო ევიდა თავშიო ო კი ოვიძია მაისიც არიელეს ეძებსო გურამ ბურჭულაძემ ყავდა ერთი ბიძა აცხონოს ღმერთმა საოცარი ადამიანი გია ბატონო და ძახალი ყავდა კიდე საოცარი კაცი ბატონი რენო და ეს გურამის ძახალს ინფარქტმა დაარტყა გულმაში აწუხა და მოხდა საავადმყოფოში და ისე მოხდა საქმე რომ ერთი კვირა ვერ ნახა გურამა თან მარტო მძახლები კი არ იყვნენ კაცო მთელი ძმაკაცობა და ყველაფერი ერთად იყო ეს ხალხი მოკლედ რა სულ ერთად განიხილებოდა ჯო ისე მოხდა რომ ვერ ნახა თავისი ძმაკაცი და მძახალი გურამა ერთი კვირის განმავლობაში და ერთი კვირის თავზე როგორც იქნა მივიდა და ქეუსაყვედურა ბიჭო ალალმართალად ამ კაცმა რომ ბიჭო არ გცხვენიაო გურამიაო ბიჭო წევოდიო ბიჭო კაცი ერთი კვირაო საიყავი რაფერ არ ვნახეო რა ვემეგონა თუ გადარჩებოდი თორე რა ვარ გნახავდიო ბიჭო არ ქონდა ბოლომდე იმედი ჩემთან სოფელში სამეზობლოში კიდევ ერთხელ მორიგის სუფრაა გაშლილი ჩემო ბატონო და ერთმა ჩვენმა მეგობარმა აიჩემა რომ დღესო უნდა წავიდეო სანადიროთო დათვზეო ბახმაროს გზას უნდა გაუყეო თრალი კაცი ახლა და ბიჭო დაეტაკა ყველა კაცს კარგი ოჯახის შვილია აი მართლა გამორჩეულად სოფელში რომ კარგი ოჯახი ქვია მამამისი წარმოსადეგი ადამიანი ყველაფერი ჯოში შინაური მეზობელი ნათესავი ყველა დაეტაკა სამიდი ხარ ამ შუაღამეზე ღამის პირველ წელს თრალი კაცი რაღაცა და არა უნდა წავიდე მე ერთმა ჭკვიანმა კაცმა უთხრა ბიჭო გზა აგერევაო უნდა მოვრნდეო ამ შუაღამეზე არა მერევაო უთხრა ჩემო რამაზ ვიძიაო საქონელიო ხომ უბრუნდებაო სახშიო ტყიდანო და საქონელის კვალს გამოვყვები და არა მე საქონელის ვიარაკი ვიძიაო მამაშენის კვალს გაყევიო თუ გაყოლაზია ერთსაც მოყვები და პატარა პაწეხანი გაგეშობით ჩემო ბატონო ისე ეშინოდაო კაცო პარაშუტით გადმოხტო მის უპარაშუტოდ გადმოხტა